წუთებში გენპროკურატურაში ბრიფინგი იწყება, რასაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. პროკურორის ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული პირების ბინების, სახლების და სეიფების ჩხრეკა. რა დროსაც ამოღებული იქნა სხვადასხვა ელექტრონული ინფორმაციის მატარებლები, დოკუმენტაცია, ძვირფასეულობა და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. დღეს აღნიშნულ საქმეზე საქართველოს გენერალური პროკურატურის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებული იქნა გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი ანდრია ლილუაშვილი. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლით წარედგინება, რაც სასჯელის სახით და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. საქართველოს პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინტენსიურად აგრძელებს გამოძიებას იმ პირების მიმართ, ვისთანაც შესაძლოა დანაშაულებრივ კავშირში იყო ანდრია ლილუაშვილი. როგორც ზემოაღნიშნული კვალიფიკაციით, ისე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 329 პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს ზეგავლენით ვაჭრობას. ასევე გამოძიება გრძელდება ორგანიზებულ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული სხვა პირების გამოვლენის და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გატარების მიზნით. მადლობა ყურადღებისთვის. თქვენ პირდაპირ ეთერში თვალსადოვნებდით გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგს, სადაც ცნობილი გახდა, რომ დაკავებულია ერთი პირი ანდრია ლილუაშვილი.